მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები თომას სახარების შესახებ. მესამე მუხლი წავიკითხოთ. რაჟამ შეიცნობთ საკუთარ თავს, თქვენ მოიპოვებთ სიბრძნეს და მიხვდებით, რომ ცოცხალი მამიშვილები ხართ. ხოლო თუ კი ვერ შეიცანით საკუთარი თავი, მაშინ იცხოვრებთ ციხატაკეში და იქნებით ღატაკნი. ახლა წავიკითხოთ განმარტება. როდესაც თქვენ აცნობიერებთ და შეიცნობთ საკუთარ თავს, მაშინ თქვენ იქნებით შეცნობილი და დაინახავთ და შეიგნებთ, რომ ხართ თქვენ ძენი მამისა ცოცხალისა. აქ შეიძლება ვინმე დაინახოს მსგავსება ელინური მოწოდებისა, შეიცან თავის შენიო და რა უნდა იყოს ჩვენ საკუთარ თავში შესაცნობი? ეს არის ჩვენი არსებობის დაფიქსირება ჩვენივე ეგოიზმის გამორიცხვით. გააობიექტურე შენი სხეული, მოქმედებები, ფიქრები, ანუ უყურე შენს თავს თითქოს და გვერდიდან როგორც სხვას და მაშინ შენ დადგები შენი თავის დამკვირვებლის როლში და შენი ცნობიერება გამოეყოფა შენ სხეულს და მაშინ გაქრება ზღვარი შენსა და მთელს დანარჩენ სამყაროს შორის. და მაშინ დაინახავ, რომ ხარ შვილი მამისა ცოცხალისა. დაინახავ, რომ სიცოცხლე ყოველგვარი დაყოფის და დანაწევრების გარეშე განფენილია მთელ სამყაროში. და ეს მთლიანობა სიცოცხლისა მამაა ყოველივეს, ვისგანაც იღებს სიცოცხლეს ყოველი ცოცხალი, მაგრამ თუ ვერ გაანახორციელე ეს მე არსება ვარ, ამის დანახვა, მაშინ გაჭირებული ხარ, რადგან სიდუხჭირე სხვა არაფერია თუ არა ეგო, შემოსაზღვრულობა, შიში და ტანჯვა. ესეთი განმარტება, მეგობრებო, ეს. ხოლო თუ ვერ შეიცანთ საკუთარი თავი, მაშინ იცხოვრებთ ციხატაკეში და იქნებით ღატაკნი. აქ გულისხმობს, რომ დავინახოთ საკუთარი თავი გარედან და მიხვდებით, რომ ყოველივე რასაც ვიღებთ, ეს მთლიანობა სიცოცხლისა მამაა ყოველივესი, ვისგანაც იღებს სიცოცხლეს ყოველი ცოცხალი. და შენი ცნობიერება გამოეყოფა შენ სხეულს და მაშინ გაქრება ზღვარი შენსა და მთელს დანარჩენ სამყაროს შორის. და იმაში დაინახავ, რომ ხარ შვილი მამისა ცოცხალის. იგი იესო ქრისტე არ არის მარტო თვითონ შვილი, არამედ ჩვენც ვართ ცოცხალი მამიშვილები, თუ კი ჩვენ დავაკვირდებით საკუთარ თავს გვერდიდან. თუ დადგები საკუთარი თავის დამკვირვებლის როლში, შენ შეიქნები უკვე და მიხვდები, რომ შვილი მაღლის მამისა ხარ, ცოცხალი მამისა. მეოთხე მუხლი. ხანში შესული ადამიანი უყოყმანოდ კითხავს 7 დღის ჩვილის სიცოცხლის ადგილის შესახებ და ის სიცოცხლეც, რამე თუ ბევრნი პირველნი უკანასკნელი იქნებიან, ხოლო უკანასკნელი პირველნი დაიქნებიან ერთხორცნი. ხა ეს რას გულისხმობს ამაში? იესომ თქვა, ძველი კაცი თავის დღეთა შორის არ დაეჭდება და არ დაახანებს კითხოს ჩვილის შობიდან 7 დღისა სიცოცხლის სამყოფელზე. და იგი იცოცხლებს, რამე თუ მრავალნი პირვანი გახდებიან ბოლონი და ისინი იქნებიან ერთი. თუ კი პირველნი გახდებიან ბოლონი და იქნებიან განმარტოვებულნი. ესეთი არის აქ. ძველი კაცი ეს არის სიმბოლო თვალსაზრისებით. ხანში შესული კაცი, ანუ ძველი ადამიანი. და სტერეოტიპებით დამძიმებული გონებისა თავის დღეთა შორის, იმ დღეების ერთფეროვნებაში, სადაც აღარაფერი ახალი და გასაოცარი აღარ ხდება. რამე თუ ყოველი ახალი დღე ახალგაზრდა კაცისათვის რაღაცა ახლის მოლოდინის განცდით იწყება. მოხუცი კაცისთვის, რომელმაც განლია თავისი დღეები, ყოველი დღე უღიმღამო და ჩვეულია. ჩვილი შობიდან 7 დღისა არის სული ყოველ ადამიანის. ადამიანი ხომ ღმერთმა მე-7 დღეს შექმნა. სული ჩვილია, უბიწო ცნობიერების არსის შესაქმეს მე-7 დღის ქმნილების მატარებელია, ხოლო გონება მოხუცია დამძიმებული გამოცდილებით, ამაქვეყნიური ცოდნით დაბერებული. როცა თქვენ აცნობიერებთ თქვენს თავს, ეხა ეს მუხლი რო ამბობს იესო ქრისტე. ამბობს მაცხოვარი, არა ისე როგორც ელინები, როცა აცნობიერებთ თქვენსა, შეიცან შენი თავიო, თითქოს და თავის შეცნობა ეს რაღაცა დამთავრებადი რამ იყოს. მაგალითად, წიგნი წავიკითხე, საკუთარი თავით შეიძლება შეიცნო და დაამთავრო. ეს იქნებოდა საკუთარი თავის მიკუთვნება რაიმე სასრულთან, მაგრამ მაცხოვარი გვეუბნება, როცა თქვენ აცნობიერებთ თქვენს თავს,
ანუ ეს დასრულებადი პროცესია, დაუსრულებელი პროცესია. რატო? იმიტომ რომ იგი მიმართულია უსასრულოსკენ, ანუ ცნობიერების არსისკენ, რომელიც შეიქმნა მეშვიდე დღეს და მას შემდეგ მარაჯამს იგი ვერ რჩება. ანუ არ იცვლება შაბათი იგი ვერ რჩება, რაც იყო. პავლე მოციქული ამბობს, რომ ღვთის წინდადადვის შაბათი უცვლელი, ანუ რჩება. აი ზუსტად ამას გულისხმობს, რაც თომას სახარებაში, რომ ეს არის მარადიული პროცესი შეცნობის საკუთარი თავის. და იგივე რჩება, რაც იყო ძველად, მეშვიდე დღეები. და მრავალნი, რომელნიც იყვნენ პირველნი თავის აზროვნებით, თავისი მდგომარეობით, თავისი ძალაუფლებით გახდებიან ბოლონი, დატოვებენ რა თავის ამ პრივილეგიებს თუ კი შეიძლებიან და გაუგდებიან იმ სიდიადით, რომელიც მოსდევს სამყაროს მამის ხილვას და ისინი გახდებიან განმარტოებული, ანუ მონაზვნები. აი ხედავთ მეგობრებო. იძახიან, რომ ღმერთმა დაადგინა ცოლქრობა ოჯახი, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ როგორც ვავიღებ თითოეულ მუხს ახარებიდან, ყველგან ქრისტე მოუწოდებს სიმართოვისაკენ, გაყოფისაკენ. მოვედი რომ დავაცალკევო გზალი დედამტირის მამაშვილის დედაშვილის და გავყო. მოვედი მტრობის ჩამოსაგდებად მახვილისაო და არამშვიდობისაო. მე ნახეთ რა ხდება, ამბობენ რომ მოციქულებსო თან დაყვებოდნენ, თან ცოლები თან დაყვებოდნენ. ეს არის ტყუილი მეგობრებო, არც ერთ მოციქულს თავის მეუღლეები არ დაუნგზავრებიათ, ეს არის არავინ შეგასწრინოთ, ეს არის მტკნარი წყლის ტყუილი. მოციქულები იყვნენ მარტოები და განმარტოებულად ქადაგებდნენ. ისინი ცოლებს არ იმგზავრებდნენ. ცოლები ყავდათ მიტოვებულები. არის ეგ სახარებაში, რომ ისინი იყვნენ მარტო. ასევე მაცხოვარი იესო ქრისტეც მოუწოდებს, რომ უმჯობესი ადამიანისათვის იყოს მარტო. პავლე მოციქულიც მოუწოდებს, რომ უმჯობესია ჩემსავით მარტო იყოსო. თუ მას ეყოლებოდა ცოლი დამგზავრებული, ამას ხო აღარ იტყოდა კორინთელების მე-7 თავში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მარტო მოციქულები, რომ ხელი არ შეგოშალოს სამოციქულო გადაგებაში, ხო? ასევე არის ესეთი რაღაც, რომ მაგალითად ცოლიანი კაცი ნოეძებ ცოლთან გაყრას, ხოლო ცოლგანაშვები ნოეძებ ცოლს. და მარკოს სახარების მე-10 თავში იესო ქრისტე აშკარად უარყოფს მეორე ცოლის დაოჯახებას, ამბობს, რომ ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს. და ის ქალი, რომელიც ასევე ცოლგანაშორებ კაცს გაყვება ცოლად, ის ქალიც მრუშობს. ქალი, რომელიც ქმარს იმატებებს და სხვაზე გათხოვდება, იმასთანაც მრუშობს. ანუ ხვდებით, რაღა გამოდის მაშინ საერთოდ დაოჯახების წინააღმდეგ მიდის ქრისტე რა. და პავლე მოციქულის და მონაზვნებისაკენ მოუწოდებს და აი აქ ამბობს ზუსტად თომას ახარებაც იგივე ეს, რომ მრავალნი პირველნი უკანასკნელი იქნებიან და უკანასკნელი პირველნი და იქნებიან ისინი ერთხორცნი, ანუ მონაზვნი. მონაზვნობა ნიშნავს ქრისტესა და ადამიანის გაერთიანებას, ანუ შენ ხდები იგივე ქრისტე, განხორციელებული, განმეორებული ქრისტე დედამიწაზე, როგორიც ის იყო მადლით, ანუ ბუნებით და მადლით, ანუ ბუნებით ღმერთიო რო იძახიან. ბუნებით ღმერთები ვარ ჩვენს უყველანი. წელინმა განაცხადა, ხო? სანამ ჩაგსახავდი, მანამდე გიცნობდი ერეთზევნებ. ამიტომ ბუნებით და მადლით გაყოფა არ შეიძლება. ეს არის ერთ და იგივე ებრება, რომ ქრისტესთან ერთად ერთ სულში ვინც ხდება, ის ერთი სული ხდება მასთან ერთად და არ არის ის გაყოფა რაღაც, ის ბუნებით სხვა არის და ჩვენ მადლითა ვარ და რაღაცა თითქოს ჩვენ მორჩილება გვმართებს და ის ბატონობს ჩვენზე. არა, იესო ქრისტემ გვიწოდა მეგობრები და თანასწორები. იესო ქრისტემ ჩვენ გვიწოდა როგორ გითხრათ, ახლობლები, დაძმები გვიწოდა. დაძმას შორის არ არსებობს უდიდესი და უპირატესი და დაბალი და დიდი და მაღალი. ერთია, თანასწორია. ეს ქრისტემ აი ეს მოიტანა და აქაც ამბობს თომას თავის სახარებაში ზუსტად იგივეს, რომ როდესაც გაუგდებიან იმ სიდიადით, რომელიც მოსდევს სამყაროს მამის ხილვას, ხო იძახის მამის ხილვაო, ხო? ისინი გახდებიან განმარტოებული, ანუ მონაზვნები. არის ეკლესიაში ესეთი ცრუ ერეტიკული მწვალებლობა, რომლებიც იძახიან, რომ ღმერთი არავის არასდროს არ უნახია. მოყავთ იოანეს წერილებიდან და მოყავს გამოსვლა 30 თავი თუ არ ვცდები, ბოლო მუხლები. რომ არ შეუძლია ადამიანს ნახოს ჩემი სახე და ცოცხალი დარჩეს. მოგეხსენებათ მეგობრებო, ეს არის ცრუ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ოდესაც იწერებოდა მოსეს 5 წიგნეული, ეს უშუალოდ მოსეს დაწერილი არ არის, იმიტომ რომ მოსე თავის გარდაცვალების შემდეგ ვერ დაწერდა იმ მოვლენებს, რაც მოხდა მისი გარდაცვალების შემდეგ, ასე რომ მთლიანად ეს წიგნი არ შეიძლება მივაკუთვნოთ მოსეს 5 წიგნეულს. მოსეს 5 წიგნეული, ასაც ნამდვილად ეძახიან, არ ვიცი ჩვენა სად არის, სად მდებარეობს და ასე რომ თუ ჩვენ ვიმსჯელებთ მოსეს 5 წიგნეულით, მაშინ ღმერთის დანახვა მამის მით უმეტეს არავის შეუძლია და ეს იქნებოდა ტყუილი, ვინც იტყოდა რომ თქვენ მამა ჩემის გამოსახულება ნახეთ. ასევე სახარებაში, რომელიც არის გაურკვეველი და სრულიად ალოგიკური, ეთანხმება რა ამ ტექსტებს, მოციქული ეუბნება
მაცხოვრებლებმა თავის მოციქულებს თქვენ არ გინახიათ მამაჩემის გამოსახულება, არც მისი ხმარგსმენიათ. ამას ეუბნება მაშინ, როდესაც მოციქულებმა თვალნათლი გაიგონეს ხმაზე, როდესაც იესო ეუბნება განადიდე მამა შენისახელი და გაისმა წინა ხმა, განვადიდე და კვლავაც ვადიდებ. როგორ არ მოესმათ ხმა, რატო ეუბნება იესო ქრისტე, რომ თქვენ მამაჩემის ხმა არ გაგიგონიათ, როგორ არ გაიგონეს? ყველამ გაიგონა და მე თან უთხრა კიდევაც, ეს თქვენთვის იყო, ჩემთვის კი არა. და სახარებაში იმდენი გაუკუღმართლები არის, რომ ჩემთვის ეხლა მე არ ვიცი ხა ეს თომას სახარება საიდან მოვიდა, მაგრამ აქ უფრო რაღაცა ლოგიკურად აზროვნებითაც და ყველანაირად უფრო დალაგებულად მიყვება იესოს დროინდელ სიტყვებს და იმ პოზიციას როგორც ის აზროვნებდა, ვიდრე დანარჩენი წერილები, რომელიც ბიბლიაში შეიტანეს გაურკვეველმა პირებმა. მე არც ვიცი ეს ადამიანები რატო თვლიან წმინდა მამებად თავს, რომლებმაც ენოქის წიგნი ამოიღეს, თომას სახარება ამოიღეს, ასევე ამოიღეს ბევრი წიგნები ახალი აღთქმიდან 70 სახარება იყო და იქ კაირგი ახლა რომელია მართალი. მოკლედ ჩვენ ახლა ამის ეჭქვეშ არ ვაყენებთ, ჩვენ სკეპტიკოსები კი არა ვართ, ჩვენ ვართ მკვლევარები, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ დავსვათ კითხვა და არ დავაყენოთ ეჭვისქვეშ ნებისმიერი ავტორიტეტული წიგნი, რაც ეკლესიამ ცნო. და რას უძახიან ესენი ეკლესიას, ჩემამდე კიდე გაურკვეველი არის. ბოლომდე არ ვიცი ესენი რას ეძახიან, კედლებს ეძახიან ეკლესიას და ოქროპირი ამბობს, რომ ეკლესია კედლები არ აქვს. ნუ მოკლედ აქ თომას სახარებაში წერია, რომ ნახეთ, მოსდევს მამის ხილვა. ანუ როდესაც შენ შეიცნობ საკუთარ თავს გააცნობიერებ თუ საიდან ხარ, რომელიც დაუსრულებელი პროცესი არის. მაშინ შენ უკვე გახდები ცოცხალი მამის შვილი, ცოცხალი მამის შვილი ვერ გახდები თუ არ იხილე. და თუ მეტყვიან რომ ღმერთის ხილვა არავის შეუძლია, მაშინ ესაიას მე-6 თავი წაიკითხეთ, სადაც ესაიამ იხილა ცაბაოთ უფალი. ჩემო თვალებმა იხილესო ღმერთიო, ცაბაოთ უფალი. აღწე მჯდომარე, ხო, იქ მაღლა ზეცაში. თუ არავის არ უნახია, მაშინ ესაიას ხო აღიარებ თქვენ წიგნად, ჭეშმარიტების წიგნად. მაშინ არც ეგ არ უნდა ყოფილიყო მართალი, რომ ესაიამ ნახა ცაბაოთ უფალი უზენაესი ღმერთით აღწე მჯდომარე. გავაგზავნოთ მე-5 მოხრი თომას სახარების. იესომ თქვა, შეიცანი ის, რაც ან ვინც შენს თვალწინა და ის, ან ვინც დაფარულია შენს შენგან. თვალსაჩინო გახდება შენთვის, ვინაიდან არაფერია და არავინ დაფარული რომ არ გამოჩნდეს და დამალული რომ არ გამომჟღავნდეს. განმარტება. იესომ თქვა, შეიცან ის, რაც ან ვინც პირდაპირ შენი სახის წინა და ის, რაც ვინც დაფარულია შენგან. განგიცხადდება შენ და არ იქნება არანაირი საიდუმლო, რაც არ გახდება ნათელი. აი ხო, და რა დამალული რომ არ არსებობს, დამალული რომ არ გამომჟღავნდეს. ეს პარალელები არის კანონიკურ სახარებაშიც. მოგეხსენებათ იესო ქრისტეანს რომ არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გამოცხადება, ასე რომ დღეს რომლებიც ადამიანებს ატყუებენ რაღაცა ამბანებით და რაღაცა ქართული ამბანებით, რომ დაფარული მალე გაიხსნება, ეს არის წყნარი სიცრუე, ტყუილი და შეურაცხყოფა ახალი აღთქმის და იესო ქრისტეს სიტყვების საერთოდ და ხაზგადასმა ეს საშინელი გამობაა ღმერთის, როდესაც ასე ამბობენ. თვითონ ბიბლიას კი გაურკვეველია ერთმანეთის საწინააღმდეგო მუხლებით ასავს და კიდე ახლა ახალი რაღაც გვაკლია, რომ ქართული ამბანის სახით დავუმატოთ. ნუ მოკლედ არანაირი საიდუმლო აღარ იქნება, რადგანაც ნათელი გახდება ის შენთვის. ასე რომ ადამიანები დიდი ხანია იკვლევენ ბიბლიას, მაგრამ როდესაც ჩახედავენ უკვე ტექსტებში შედებენ, მისთვის აღარაფერი რჩება საიდუმლო და ტყუილი მათ თვალწინ უკვე გაცხადებული არის. ამიტომ მათ ვერ შეაცდენენ. ეხლა განმარტება წავიკითხოთ ამ მუხლის, რას გულისხმობს თომა იესო ამ მუხლში. ანუ თომას სახარება იმიტომ ქვია, რომ თომამ ჩაწერა ის იესოს სიტყვები, რომლებიც მან მოისმინა და ეს უფრო ჩემთვის მნიშვნელოვანი მისაღები 118 მუხლი არის. ვიდრე რაღაცა ზღაპრები იქ, რაც 4 თავში წერია. სრულიად ალოგიკურია. просто პარალელებს ვავლენ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ. გააცნობიერე შენი სხეული, შენი გონების მოძრაობა, რომლებიც შენს წინ არიან მარად ჟამს. და ამის შემდეგ აღარაფერი გამოუცნობი და იდუმალი აღარ იქნება შენთვის. აი ეს განმარტება აქ, ნახეთ. ესე იგი, რაც შენს სახის წინაა, პირდაპირ რა უნდა იყოს ჩემს სახის წინ, არაფერი, ხო? ჩემი სახის წინ არის მხოლოდ ის, რაცაც ფიქრობ და არის ჩემი სხეულის გაცნობიერება, ანუ ჩემს თავს ვაკვირდები, ჩემს მოძრაობას. ეს არის ჩემი სახის წინ, რასაც მე ყოველდღიურად ვაკვირდები. სად ვარ, რა გარემოში ვარ, ვისთან ერთად მიწევს ურთიერთობა და რამდენად უშვებ ადამიანებს ჩემთან მიმართებაში ახლოს, რამდენად უხსნი ადამიანებს გულს მანგრევს ეს მათთან ურთიერთობა თუ არ მანგრევს. ამ ყველაფერს დავაკვირდები, ჩვენთვის აღარაფერი რჩება გამოუცნობი და ჩვენთვის ყველაფერი ნათელი გახდება, თუ ვიზე რა გავლენას და ვიზე რა ზემოქმედებას მოახდენს ჩვენი ურთიერთობა და ჩვენი აზროვნება და ფიქრები.
ასე რომ მაცხოვარი იესო ქრისტე ყველასთან არ ლაპარაკობდა ჭეშმარიტებას. მხოლოდ მათზე, ვისაც სურდა ეს მოესმინა და დაედია. კიდევ ბევრი მათ თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ხედავ რომ ვერ იტევს თქვენი გულიო, ხო, თქვენი სმენაო, ამბობს პავლე მოციქულიც. გავაგრძელოთ მეგობრებო, იმედია საინტერესოა თქვენთვის. მე-6 მოხრი წავიკითხოთ. მოწაფეები ეკითხებოდნენ მას, მათ უთხრეს, გინდა რომ ჩვენ ვიმარხულოთ, როგორ გმართებს ლოცვა, როგორ გავცეთ მოწყალება და როგორ შევიკავოთ თავის საკვებისგან. იესომ თქვა, ნუ ცრუობ და ნუ აკეთებთ იმას, რაც თქვენთვის საძულველია. რადგან ყოველივე ნათელია ზეცის წინაშე. რამე თუ არ არის საიდუმლო, რომ არ არის გამოჩნდეს და არ არის არაფერი იდუმალი, რომელიც დარჩება ამოუხსნელი. მე აქ პარალელებს გავაკეთებ ენოქის წიგნთან, რადგანაც ენოქის წიგნში წერია, რომ არ არსებობს არანაირი ცოდვა, რომელიც დაფარული იქნება ზეციერი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე, რადგანაც მისი ანგელოზები ჩვენს ყოველ სიტყვას და ჩვენ ყოველ ქმედებას იწერენ. გვაკვირდებიან მეგობრებო ჩვენ ზეციდან, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ახლა ვერ ვხედავთ, ჩვენ თქვათ რომ არ არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს, ისინი უხილავი არსებები არიან და ჩვენ გვართ თიხისგან შექმნილი და ჩვენ ისეთი მასალისგან ვართ შექმნილი, ჩვენ მათიდან ახლა შეგვიძლია, თუმცა ისინი არსებობენ ჩვენს თვალთ მიღმა. დავიკითხოთ ახლა. დაკითხეს მისმა მოწაფეებმა, მათ უთხრეს მას, საჭიროა და გსურს კი შენ რომ ვიმარხულოთ ჩვენ და როგორ ვილოცოთ ჩვენ? და საჭიროა რომ გავცეთ მოწყალება და როგორ საკვები არ უნდა ვჭამოთ ჩვენ? აი ხო, მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, იმიტომ ღორის ხორცი ჭამა იგრძელებოდა და მოწყალების გაცემაც ბოროტება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ცოდვილს დავეხმარებით. ეს ებრაული ტრადიცია, იცოდეთ მოციქულებმა, ამიტომ სვამენ ამ კითხვას. და უპასუხა იესომ ამ კითხვებზე, რომ თავარის კი არ არის რას ჭამთ, თავარის კი არ არის ვის ეხმარებით, ანუ რა კეთილ საქმეებს აკეთებთ, არამედ თავარი არის რომ ნუ იტყუებით. არ მოიტყუოთ, აი მარხვა არის ტყუილისგან თავშეკავება. რამენერად ეცადეთ რომ ტყუილიდან გამოხვიდეთ რა, რაღაცა რელიგიური დღესასწაულებიდან, რომელიც იესო ქრისტეს არ დაუწესებია. ეს არ არის იესო ქრისტეს მიერ შექმნილი ეკლესია. იმიტომ რომ იგი ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ და რო კითხო, მარიამი ქართველიაო. მარიამი ქართველიაო თუ რა უნდა და იერუსალიმის ტაძარში. ამიტომ მეტეს საკურთხეველში, ხო, რო იძახიან ეს მიხრაბიო საკურთხეველი არ არის. საკურთხეველია, ბა იქ სხვა ადგილი არ არსებობდა. და როგორ ვფიქრობთ თქვენ, აი ზაქარიამ მარიამი წინადადში შეიყვანა? 15 კიბე აირბინაო პატარა ბავშვმა. ეს ხო ზღაპრებიან მეგობრებო. და წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი იმ ტაძარში. და ესენი ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ, რომელიც ბიბლიაში არ წერია. მარიამის ტაძრად მიყვანებაზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, მეგობრებო. ეს არის ტყუილი, როგორც ის 25 დეკემბერი იესოს დაბადების, ეს არის ტყუილი, არ არსებობს. ასე რომ მე ეს უფრო ნორმალურად მიმაჩნია თომას სახარების ვერსია, უფრო კანონიკურად და ლოგიკურად მიმაჩნია და ისტორიულად ახლოს მიმაჩნია, ვიდრე რაღაცა შეთხზილი ამბები, რომელიც არ ვიცი ეკლესიამ რატო დააფუძნა. ესე იგი, რას ვეჭით მაშინ მუსლიმებს, მართლები ყოფილან მუსლიმებიც, ხო, იმიტომ რომ იქაც ეგრე წერია და ჩვენ ბიბლიაში არ წერია, მაგრამ ახლა ღრებს რო შეხედავ, ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ მარიამის და მე ეძახია რომ მარიამი ქართველი იყო. ქართულ კაცს რა უნდა და იერუსალიმის ტაძარში ვინ შეაჭაჭარებდა, ჯერ ერთი ქალს წინადადში არავინ არ შეიყვანა. აი მაგენა მოდის მარად ქალწულობის იდეა, თორე იქამდე ყველგან ეწოდებოდა ქერუბიმების ქალწული. ლათინურად მარიამს და არა ღვთისმშობელი და რაღაც ის უბიწო და რაღაც უბიწო ჩასახვა იყო, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ არად ქალწულად დარჩა და მასშულები არ ყურია. ეხლა ნახეთ რა ხდება ამ ტყუილში როგორ გამოიჭრა და იესო ქრისტე ზუსტად მარხვას უწოდებს, ნუ ცრუობთ, ანუ ტყუილისგან თავშეკავებას უწოდებს მარხვას. ნახეთ ეხლა დააკვირდით, თუ დაუჯერებთ პირველ წყაროს იაკობის სახარებიდან, რომელიც მოდის რომ პირველ სახარებაა, ეს იაკობის პროტოევანგელია, პირველ სახარება. მაშინ პირველ სახარებაში მოყვანილი არა მარტო მარიამის ტაძარში შეყვანება, ანუ წინადადში, არამედ იოსებზე მithოვებაც, რომელიც იყო 70 წლის 4 შვილიანი ქვრივი კაცი. ესეთი რაღაცა მეგობრებო იუდაურ ტრადიციაში არ არსებობს. არც ერთ გოგოს, მით უმეტეს 13 წლის იყო იმ დროს მარიამი, არ მიეთხოვებს 70 წლის მოხუც პაპაზე, 4 შვილიან ქვრივ კაცზე. ეგეთი რაღაცა გამო თქვენ გააკეთებთ მაგას? არ გააკეთებთ. ტრადიციაში წარჯდებოდა ეგეთი რაღაცა. რომ ვიღაცა მოხუც კაცზე 4 შვილიან ქვრივზე ქალწულმა რაში და ქალწულ მარიამს ამაგის რომ იმისთვის მიეთხოვებინა. ფარველად დაუყენო. რაში ჭირდებოდა ფარველობა იოსებისგან, თუ კი მას ანგელოზები აჭმევდნენ საკურთხეველში საჭმელს, ან ვინ შეამოწმეს. ან საერთოდ წელიწადში ერთხელ თუ შედიოდა ზაქარია წმინდაში, საიდან გაიგო რომ მარიამს ანგელოზები აჭმევდნენ. ის ხო ყოველდღიურად არ კითხულობდა მარიამს, თუმცა ყურაში წერია რომ აკითხავდა, ხო იქ.
და როგორ აკითხავდა თუ წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა იქ შესვლა მარტო და სხვას არავის არ ქონდა უფლება ღვთისმთავრის გარდა. ქალი როგორ შეიყვანეს იქ. გამონაკლისს დაუშვა. ეს არის ზღაპრები, მეგობრებო. და იუდაიზმის შეურაცხყოფა. ქალს წინაშე არავინ არ შეიყვანდა. და თუ მართლმადიდებლობაც ამას ეთანხმება, მაშინ კითხვა მაქვს მართლმადიდებლებთან, რა იქნა ის 4 შვილი, როდესაც იოსები წავიდა ბეთლემში აღწერისას. თუ მას არ ყოლია მარიამისგან ეს 4 შვილი და მანამდე ყავდა, როგორც დათქვამია პირველი ცოლისგან, მაშინ იონე ოქროპირი რატო უწოდებს იაკობს ხორციელ ძმაუფლისას, არა იოსების შვილს, არამედ იოსების უმცროსი ძმის კლეოპას ვაჟს. ან მეორე კითხვა კიდე ყველაზე ძლიერი. რატო არ წაიყვანა ეს იაკობი და დანარჩენი 4 შვილი თუ 4 შვილი სხვების პირველი ცოლისგან ყავდა აღწერაზე, იმიტომ რომ შვილების აღწერაზე აუცილებლად უნდა წაიყვანა. სხვანაირად მარტო მარიამი და იოსები ვერ წავიდნენ აღწერაზე. ესე იგი გამოდის რომ იოსები არ ყოფილა არც 70 წლის და ეს მთლიანად გამოგონილი მითი რომ მარიამი ტაძარში იზრდებოდა და ზაქარიამ იქ შეიყვანა არის ტყუილი. თუ მარიამი ზაქარიამ შეიყვანა საკურთხეველში იზრდებოდა იოანე ნათლისმცემელმა ეს არ იცოდა რომ იესოზე ეჭვიფორებოდა ქრისტე ხარ თუ არაო და ლევიტელებს რო გზავნის? განა ლევიტელმა უძლემა არ იცოდნენ რომ მარიამი ღვთისმშობელი ტაძარში იზრდებოდა და მისგან წმინდად ჩასახული უბიწო უცოდველი ყრმა დაიბადა? ყურაში წყვეგრე წერია უცოდველი ყრმა იესო ქრისტეს. რა იყო იესო ქრისტეს მოსვლის მიზეზი რომ ასეთ სადაფრენდილი იყო და დამთავრდა? სიკვდილი არ განიცადა და აღდგომა არ მოხდარიყო? სიკვდილი და აღდგომის გარეშე სამაღლება ვის გაუგია? და თუ ვიძახით რომ არ მომკვდარა და არავის და პირდაპირ წაიყვანა და ის მუთაფიქაც მაგას ნიშნავს რომ პირდაპირ აყვანას ნიშნავს, მაშინ მეორე მოსვლას არ წერია ყურაში რომ იესო მეორე თუნდაც დაბრუნდეს დედამიწაზე. საიდან მოიგონეს ეს რაღაცა სისულელეები, ხო? ასე რომ რას ვეჩვით მაშინ მუსლიმებს მართლმადიდებლები? თუ მართლმადიდებლობაც იგივეს აღიარებს, რასაც მუსლიმები. და ეს ტრადიცია დაფუძნებული არის ტყუილზე. ანუ იაკობის პირველ წყაროზე, რომელიც კანონიკურმა ეკლესიამ ცნო ცრუд და სრულიად აბსურდულ გამოგონილ სახარებად. მარიამის ბავშვობის შესახებ. ესეთი რაღაცა ისტორიას არ ახსოვს, მეგობრებო, საიდან მოიგონეს, არ ვიცი. ამიტომ ისო ამბობს, რომ ნუ მოიტყუებით. ეს არის მარხვა. და ნუ გააკეთებთ იმას, რაც თქვენ გძურთ. მაგრამ ყველაფერი იქნება გაცხადებული ცის ქვეშეში, ზეცის წინაშე და არ იქნება არანაირი საიდუმლო, რაც არ გაცხადება. არც გახდება ცხადლივი და არაფერი დაფარული არ დარჩება გამოუაშკარავებელი. ასე რომ ეს ყველაფერი ტყუილები თქვენ თუ შეინახეთ, რელიგიურად ფანატიკოსებო და მატყუარებო. ნუ აუს მოატყუებთ, ვერავინ ვერ მოატყუებთ თავს. რა ყველაფერი გამოცხადდება, მაგრამ გეუბნება თომას ახარებაშიც რომ მარხვა ეს არ არის, რა ვჭამოთ, ან რას იკეთე ვაკეთოთ. მარხვა ხორცის დათრგუნვის სახეა, ლოცვა ღმერთთან დაკავშირების წესგანრიგის. მოწყალება ეთიკურ ზნეობრივი და საჭმლის გამორჩევა წმინდასა და არაწმინდას დახარისხებს. ანუ ღორის ხორცის აკრძალვა იესო ქრისტემ დატოვა. ასე რომ ნუ მოატყუებთ, ნუ რა ვიცი რა. და თუნდაც თქვენ თავებს ნუ მოიტყუებთ რომ აი მარხვაში თურმე ქრისტიანები ჩვენ ღორის ხორცის ჭამა ნებადართულია. ღორის ხორცის ჭამაც მარხვის გატეხვაა. აღთქმის დარღვევა, იმიტომ რომ იესო ქრისტეს ღორის ხორცი არ უჭამია, არც მარიამს. პილატემ კითხა იესოს, რა არისო ჭეშმარიტება? და ამით ისაჩვენა რომ ჭეშმარიტება როგორც ყველა დაბერებული და ფიქრით დაღლილ გონებას გონია, არის რაღაც მის გარეთ მყოფი. ის კი ვერ დაინახა რომ ჭეშმარიტება მის წინ იდგა და თავისი არსით და თავისი განცხადებით ზურგიკის შეაქცია, თუმცა გონებით მაინც აღიარა, მე ვერ ვიპოვე არასწორობაო მასში. პილატემ თუ იცოდა რა არის ჭეშმარიტება და რა თქმა უნდა ჭეშმარიტმა რომაელმა ნამდვილად იცის რა არის ჭეშმარიტება, ლათინურად veritas ნიშნავს რომ არის აბსოლუტი სიმართლე. და თუ არ იცოდა რა არის ჭეშმარიტება, იესოში როგორ დაინახა სიმართლე, ხო? მე ვერავითარი არასწორობა ვერ ვიპოვე მასში. ესე იგი მან იცოდა რა არის ჭეშმარიტება. სხვაგვარად იესოში დაინახავდა არასწორობას, ხო? ანუ რატო ეკითხება? ანუ ესეც გამოგონილი ამბავია, არავინ არ იცის პილატეს და იესოს საუბარი, ვინ ჩაწერა, ან როგორ შედგან, ვინ მოусმენდა, ის მარტო ორნი იყვნენ. იესო მაგის მიერ ჯვარზე მოკლეს და არავის არ უთქვია ეს ჩანაწერი და არც პილატეს არ მოუყოლი არავის. ამიტომ პილატეს და იესოს საუბარი ჭეშმარიტების შესახებ არის სრულიად მოგონილი და არის შეთხზილი. რადგან არავის არ მოусმენია. რაღაც სულწმინდას დააფარეს. სულწმინდა მაგათ იდიოტებობს არ დაწერდა იქ. თუმცა პილატე ეკითხება რა არის ჭეშმარიტებაო, ჭეშმარიტი რომაელი ეკითხება ჭეშმარიტებაზე, veritasზე ეკითხება იესოს და იესო არაფერს არ პასუხობს. ეს არის გეუბნები ტყუილი რა. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია, გაგიგიათ ხო? ეს გამოთქვა მოგიწოდებს ვიცხოვროთ ჭეშმარიტების დაცვით და მისთვის თავგანწირვით. ჭეშმარიტება რომ სულის უკვდავება, ეს განყენებული ფილოსოფიური განმარტებაა, რომელიც მოგვიწოდებს
მივიდიოთ ჭეშმარიტებას, სიმართლეს მეცნიერებაში, პოლიტიკაში, ურთიერთობებში. სულის უკვდავება ჭეშმარიტებაა. ეს კი რწმენის დასაყრდენია. წამდეთ სულის უკვდავებისა და იყავით იმედიანადო. ხედავთ? ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია. ჭეშმარიტება სულის უკვე არის ვიცხოვრო ჭეშმარიტების დაცვით და მისთვის თავგანწირვით, ხოლო ჭეშმარიტება რომ სულის უკვდავებაა ჭეშმარიტება, ეს კი რწმენის დასაყრდენია. წამდეთ სულის უკვდავებისა და იყავით იმედიანადო. ძველი კაცი გონება ყოფით ანგარებით აღსებული, რომ ყოველთვის ტყუვის, მარხვისას, ლოცვისას, მოწყალებისას, ამიტომ მათ სხვარი ეუბნება ის, რაც გძურთ, ნუ გააკეთებთ იმას. რას გულისხმობს, თუ ვინმე ზურს ცოდვა, გამოდის რომ ცოდვა აღარ უნდა ჩაიდინოს, მაგრამ თუ ემონება ამ ცოდვას, ესე იგი მოსწონს, რაკენა გამომდინარე, მაშინ მაცხოვარი იტყო და მოიძულეთო, რომ აღარ ქნათო, მაგრამ ამას არ ამბობს. რაშია საქმე? სხვისი სიყალბე ადამიანში იწვევს სიძულვის. აი ის, რაც იწვევს ჩვენში სიძულვის, სხვაში დანახული უკეთურება, ნუ მოვიტყუები და ვეცადოთ იგივე არ გავაკეთოთ ჩვენც. და აი მაშინ დავინახავთ ჩვენს უძულურებას, მაშინ გავარჩევთ სიწმინდეს არაწმინდისაგან. მაშინ ვიქნებით მოწყალენი, მაშინ ვილოცებთ შეწევნისათვის, როდესაც საკუთარ თავთან მართლები ვიქნებით. რადგანაც ძალმოსილების მოპოვების ერთადერთი გზა ის არის, რომ არ ვიცრუოთ, არ თქვათ ტყუილი, სერაფიმ სარაველი ცხომ ამბობს ამას. არანაირი კეთილი საქმე ეს იკეთე არაო, თუ კი არ კეთდება ქრისტეს გულისათვის. ანუ კეთილი საქმე თუ არაა გაკეთებული მხოლოდ სიკეთის გულისათვის, იგი უკვე აღარაა სიკეთე, თუნდაც ის კეთილად ჩაითვალოს სხვის თვალში. გავაგრძელოთ მეგობრებო, მე-7 მერვე მუხლით წავიკითხოთ და დღეს ამით დავასრულოთ, რომ ხარ გადავტვირთოთ ადამიანების და ძალიან ბევრი ინფორმაცია გაიგეთ ამ პატარა ლაივიდან. იესომ თქვა, ნეტარია ლომი, რომელსაც ადამიანი შეჭამს და ლომი ადამიანად იქცევა. და წეულია ის ადამიანი, რომელსაც ლომი შეჭამს და ლომი ადამიანად იქცევა. ესე იგი, იესომ თქვა, ნეტარია ის ლომი, რომელსაც შეჭამს ადამიანი, რამე თუ ლომი გახდება ადამიანი. და წეულია ის ადამიანი, რომელსაც შეჭამს ლომი, რამე თუ ლომი გახდება ადამიანი. ნეტარია ის ამბიცია, ლომი, თავმოყარეობა, ძალმომრეობა, რომელსაც შეჭამს, ანუ გაანადგურებს, გადაამუშავებს ადამიანი. რამე თუ ამბიცია, ძალაუფლება გახდება ადამიანური და წეულია. ანუ ადამიანური ამბიციები როგორც გახდება უკვე წეული. მაგრამ ის ადამიანი, რომელსაც შეჭამს, გაანადგურებს, გადაამუშავებს თავმოყარეობა, ძალაუფლების სურვილი, ის პირიქით. წეულია ის ადამიანი, რომელსაც შეჭამს, გაანადგურებს, გადაამუშავებს თავმოყარეობა, ძალაუფლების სურვილი. ესე იგი, თუ ვინც აქეთ მოერევა თავის ძალმომრეობას და პატიმოყარეობას, თავმოყარეობას, შეჭამს და გაანადგურებს, ის არის იმისთვის ეს ძალაუფლება გახდება ადამიანური, ანუ არ გახდება წეული, მაგრამ ვისაც შეჭამს ეს ლომი, ანუ ეს ძალაუფლება და ამბიცია, ხო? წეული ესეთი ადამიანი, ვისაც ეს ძალაუფლება შეჭამს. ანუ აქ ნახეთ რა ხდება, ჩვენ ფულმა ანგარებამ და რაღაცა ხიბლმა ზიზილპიპილოვებმა რაღაცა თვალი დახაბულმა არ უნდა მოგხიბლოს. ჩვენთვის თავარი არის, რომ ეს ყველაფერი, ეს სიმდიდრე, ეს პატივი, თანამდებობა, პატიმოყარეობა ჩვენ შევჭამოთ და გამოვიმუშაოთ ადამიანებისათვის, ანუ გადავხარშოთ. გადავამუშაოთ, რომ ადამიანურობაზე დაქვემდებარებული იყოს და არა ის, რომ ჩვენ ვიღაცაზე მაღლა დავაყენოთ თავი და პირიქით იმ ანგარებამ და იმ ძალაუფლების მოყარეობამ და პატიმოყარეობამ ჩვენ გადაგვამუშაოს აქეთ და ჩვენი საღი გონება დაჩრდილოს. ხო, სწორად ახსენი, იმედია გაიგებთ. გავიკითხოთ მერვე მუხლი. და მან თქვა, ადამიანი წააგავს ბრძენ მეთევზეს, რომელმაც ბადე ზღვაში ისროლა. გამოიტანა ზღვიდან წვრილი თევზებით გავსებული სათხეველი, მათ შორის ბრძენმა მეთევზემ დიდი და კარგი თევზი იპოვა. მან წვრილი თევზები ზღვაში გადაყარა, მან უყურმა რომ დაირჩია დიდი თევზი, მას ვისაც ყურები აქვს მოსასმენად დაეისმინოს, ამბობს იესო ქრისტე. ესე იგი, მან თქვა, ადამიანი წააგავს ბრძენ მეთევზეს, რომელმაც ჩააგდო თავისი ბადე ზღვაში და მან ამოათრია იგი ზღვიდან გავსებული მომცრო თევზებით. მათ შორის ამ ბრძენმა მეთევზემ იპოვა ერთი დიდი და კარგი თევზი, რომელიც მას უთუოდ გამოადგებოდა. მან ყველა მომცრო თევზი გადაყარა ისევ ზღვაში და უშრომელად ამოარჩია დიდი თევზი იმას, ვისაც აქვს ყურის მენისათვის დაისმინოს. ახლა განმარტება. ზღვა სახეა ადამიანის შინაგანის სულიერი სივრცისა. მოგეხსენებათ, ხო? ეს არის ზღვათა ღელვა არის კიდე კაცობრიობის ცხოვრება, ანუ კაცობრიობის ღელვა. ცხოვრებაც არის ზღვა. და ასევე არის სულიერი შინაგანი ცხოვრებაც. ზღვა წინა წერილი ალეგორიულად ასე მოიაზრებს.
ბადე კი მისი ყურადღების სახეა. ანუ გადააგდო ან ცნობიერებაში, ცხოველში გადააგდებ, ანუ შენი ფიქრებით უკვე ფიქრობ ამ ცხოვრებაზე. თევზები ეს არის სახე ადამიანის განწყობის, ზრახვების, სურვილების, ხოლო დიდი თევზი ეს არის ფიქრი ღმერთის შესახებ. ხედავთ მეგობრებო, რა კარგად არის აღწერილი. თევზი არის ფიქრი, დიდი თევზი არის ფიქრი ღმერთის შესახებ. ისე ყველაზე კარგი ადამიანია ცნობიერებაში არის ის, ვინც ფიქრობს ღმერთზე, ანუ ყველაზე დიდი თევზი ჭერს ამ კუთხით. მეთევზეს მსგავსად მჭვრეტელმა უნდა ისროლოს ბადე, ანუ ყურადღება ზღვაში, საკუთარ გულში, ანუ შინაგან სულიერებაში, რათა საკუთარ თავში მოძიებული იქნას ღმერთი, დიდი თევზი და დანარჩენი თევზები კი გადაყაროს. ანუ დანარჩენი ზრუნველობა ადამიანებზე, წვრილმანებზე, იქ თოლშვილი რაღაცა იქ საკითხებზე, ეს ყველაფერი უნდა ადამიანმა გადაყაროს თავის ფიქრებიდან და უნდა იყოს დიდი თევზი და იმას ჩაეჭიდოს, ეს არის ფიქრი ღმერთი. ამით დავასრულოთ მეგობრებო ჩვენი ლაივი, მედია საინტერესო იყო. გამოიწერეთ ჩემი არხი და გავაგზავნოთ შემდეგი უკვე მე-10 მუხლიდან, მე-9 მუხლიდან. დომა სახარება. მადლობა მოსმენისათვის.